გამარჯობა მეგობრებო. ეხლა სათაურითაც მიხვდებით. რაზე მინდა რომ ვილაპარაკო. ანუ რა დაგიჯდებათ ბოცრის შენახვა, ესე ვთქვათ. მოვლა. რავი, ესე შემდეგ რა. გუშინ Facebook-ზე είδო პოსტი, რომელიღაც ჯგუფში ან ის ახალგაზრდა ფერმერთა საზოგადოება რო ან მებოცრეობა რო აწერია გონი. რომელიღაცაში είδო, ზუსტად არ მახსოვს რა. მაგისთვის არც მიქცევია ყურადღება, ზუსტად სადიდო. რომ ხდებაო, ანუ ვინ დადო და რაღაც მაგას მნიშვნელობა არ აქვს რა, მაგაზე არაფერს არ ვიძახი უბრალოდ. ვიძახი რომ რა ეწერა შიგნით და რა ხდებოდა მერე იმ პოსტთან დაკავშირებით კომენტარებში. პოსტი ეხებოდა კალიფორნიულის ბაჭებს, რომლებსაც ყიდით 15 ლარშიო და მე რა თქვენ წუწუნებთო რომ ისო შემოსავალი არ არისო და დაბალი ფასია და ასე შემდეგ რა. ნუ დაახლოებით ესეთი შინაარსის პოსტი იყო. იქ იყო მე რავი, ძალიან ბევრი აზრთა სხვადასხვაობა წამოვიდა. რომ აი მე რო ვყიდი თქვა 30 ლარა და შენ ყიდი 15 ლარა, შენ მე მიფუჭებ. აქვია ფასს აგდებ და ნუ ერთ სიტყვით ფასს აგდებ რა. ფასის დაგდებაზე რო დავიწყოთ ლაპარაკი, მართლა ვინ დააწესა რომ კალიფორნიული თქვა 30 ლარი ღირს, ან 15 ლარი ღირს კალიფორნიული, მითხარით აბა ვინ დააწესა ეს. ანუ ამაზე მართლა ძალიან დიდი მსჯელობა და დავა შეიძლება რომ შენ ასე რატო ყიდი და მე ასე მიღირს, ხო? ჩემი ნაწვალებია, მე ვაჭრევ ამას, მე ვზრდი, მე ვუვლი და ანუ როგორც მინდა ისე გავყიდი, თუ მინდა ვაფშე ყველა დავაჩუქებ რა. ხო და ანუ მითხარით აბა ვინ დააწესა რომ კალიფორნიული უნდა ღირდეს თქვა 30 ლარი. ანუ უნდა ღირდეს 15 ლარი. ამ ფასს ვადგენ მე თვითონ, ხო? ჩემი ანუ რასაც ვხარჯავ მე თქვა ბოცრებთან, რა გასავალიც მაქვს, იქიდან გამომდინარე ვაწესებ ჩემ ფასს. ხო ესეა? მე ესე მიღირს, კაცო, მე 15 ლარი მიღირს, 10 ლარი ვიცი, ხო, ჩემთვის, ესე იგი ესეა ჩემთვის რა მისაღები ერთ სიტყვით. მე კიდე როგორც გითხარით, ხო ჯერ ხო არავის არ დაუწესებია ეს კალიფორნიული, რომ 15 ლარი უნდა ღირდეს, ან 30 ლარი, ან 50 ლარი. ყველა სხვადასხვა ფასი აქვს, ნებისმიერ ფერმერთან რომ მიხვიდე, ყველგან არის სხვადასხვა ფასი. არსებობენ მართლა ფერმერები კალიფორნიულებს დღესდღეობითაც 100 ლარებში ყიდიან რა. მით უმეტეს კალიფორნიული დღეს საქართველოში აი იმდენია, უმეტე ვისაც კი ბოც ვერ იყავს და ვისაც რაღაცა, ვინც რაღაც დაიწყო ბოცორთან დაკავშირებით, ყველამ კალიფორნიულით დაიწყო. იმიტომ რომ მარტივად გასამრავლებელი, მარტივად შესანახი, ბევრს არ ჭამს და ესე შემდეგ რა, ყველანაირად მარტივი მოსავლელი. შობადობითაც გამოირჩევა და ბევრს ყრის. თქვა და ხამე აი აქ თუ ხედავთ ზელანდიურები არის ყველა ვაფშე. ყველა გალიაში ზელანდიურია წითელი და თეთრი. ამასთან შედარებით კალიფორნიული არის, რავი, ბევრად მარტივი მოსავლელი რა. თქვათ, ანუ შობადობასაც გულისხმობ, მე მარტო მოვლას არ გულისხმობ აქ. შობადობით თქვათ ამასგან რომ ზელანდიურისგან რომ უნდა ელოდო თქვათ 4-ით შეიძლება დაყაროს. შემთხვევები მქონია რომ 3 და რავი, ამისგან რომ უნდა ელოდო აი მაქსიმუმ 8 ბაჭიას, კალიფორნიულისგან შეიძლება დაელოდო 15 ბაჭიას. ანუ ამით ვამბობ იმას, რომ ყველანაირად მარტივი გასამრავლებელია რა კალიფორნიული. კარგი დედობრივი თვისებებითაც გამოირჩევა. და ეს შემდეგ არის ძალიან ბევრი ამიტომ საქართველოში. და ამის გამო, რომ სადაც არ უნდა გაიხედო ახლა ნებისმიერ აი 90% იყიდება კალიფორნიულის ბაჭიები, იყიდება კალიფორნიულის ბაჭიები. და ეს შენი კალიფორნიულის ბაჭიები რო დაადო ამ კალიფორნიულს 100 ლარი, ანუ იქაც დავწერე რა თუ ვინმე წაიკითხეთ ალბათ კომენტარები თუ წაიკითხეთ, ნახავდით რა ეწერა. დღესაც ღირს რა ნებისმიერ ანუ ვიღაცებთან, რომელიღაც ფერმერებთან 100 ლარამდე კალიფორნიულები. მაგრამ ჩემი ჩათვლით მეც და კიდე 90% აი იმ ჯგუფებში კიდაც მებოცრეები აიღეთ. 90%-ზე მეტი იქნება, ვინც არ წავა და კალიფორნიულში 100 ლარს არ გადაიხდის. იმიტომ რომ დღესდღეობით არსებობს ისეთი ფერმები, სადაც ღირს საშუალოდ ვთქვათ
20-დან 30 ლარამდე იგივე ხარისხის კალიფორნიულები და იმაზე უკეთესი ხარისხის კალიფორნიულები, ვიდრე ღირს 100 ლარიანი კალიფორნიული. ეს ფასის დაგდება არ არის, მე ესე მიყირს რა, მე ესე, მე რო დავადო ამას 100 ლარი, არ გაიყიდება ის და უნდა ვზარდო და მე რაღაც უნდა მოუხერხო იმას. აქ კიდე ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ თქვენ რო ყავთ ახლა 2 ცალი კალიფორნიული და 2 ცალი კალიფორნიული დედალს აყრევინებთ ბაჭიებს, იმას თქვენთვის ახლა რაც უფრო ძირად გაყიდით და ახლა რაც რო დაყიდოთ იმ კალიფორნიულის ბაჭიები, ეგრე გირჩევნიათ თქვენ ახლა, რა თქმა უნდა, 2 ცალი რო ყავთ. მაგრამ აქ არის კიდე სხვა რაღაც, მე როცა მიზის ყოველთვიურად მყავს 100 ბაჭია. აბა წარმოიდგინეთ ახლა მე რომ მე დავადო იმას 100 ლარი კალიფორნიულს, ან ნებისმიერმა თქვენგანმა, ვისაც მაქელა ფერმები გაქვთ, დაადოთ 100 ლარი ამ კალიფორნიულებს და დაელოდოთ, როდის მოგაკითხავთ მე ვიღაც მყიდველი და თუ მოგაკითხავთ საერთოდ, მაგრამ დიდი შანსია რომ არავინ არ მოგაკითხოთ. ხო და რას ვამბობდი, მე დავიანგარიშე რა ყველაფერი ხა მარტივად და ელემენტარულად რომ დაიანგარიშო ყველაფერი რა მაგას ვიძახი და კალიფორნიულზე ვლაპარაკობ, მე არ ვლაპარაკობ ახლა ამ ზელანდიურზე და სხვა რაღაც ჯიშებზე. კალიფორნიულის ბაჭიებზე იყო იქაც ლაპარაკი და ვილაპარაკოთ კალიფორნიულზე ჩვენც და ახლა მარტივად დავხსნათ რამდენი დაგჭირდებათ საკვები და ესე შემდეგ. კალიფორნიულის 15 დედალი რო ყავდეთ, საშუალოდ ვიანგარიშოთ დაყაროს დაახლოებით 7 ცალი. 15 დედაბოცვერზე 10 დედაბოცვერი 70 ბაჭია პლუს 35 ცალი 5-ისგან 7-ზე რო ვიანგარიშოთ. გამოდის 105 ცალი ბაჭია, ხო ეგრეა? ეგ არის საშუალოდ დაყრა რა, შეიძლება ერთმა ბოცვერმა 5 დაგიყაროს, მეორე 10 დაგიყაროს, მაგრამ ეს საშუალოდ ვიანგარიშოთ, შეიძლება ვაფშე 1000-ები დაგიყაროს და უფრო მეტი იყოს, მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ვიანგარიშოთ 100 ბაჭიაზე. როცა ყავს თვეში 100 ბაჭია და გიზით 15 ცალი დედაბოცვერი და ასევე ამ 15 ცალ დედაბოცვერთან ამუშავებთ 5 მამალს. ამაზეც იყო ის, რომ მე 20 დედაბოცვერზე 20 მამალი მყავს. რა სისულელი, როცა მე მარტო კალიფორნიული მყავს და მარტო კალიფორნიულს ვაწარმოებ საჯიშეთთან და სახორცეთად, აფასართან ჭირდება 20 დედაბოცვერზე 20 მამალი. 20 დედაბოცვერს 20 მამალი ჭირდება, როცა ახლა თქვა გიზის 2 ზელანდიური დედალი, 2 მამალი გინდა იმისთვის, რომ წვილი ყავდეს. ასევე წითელიც, თეთრიც, რიზენი, ბარანი და ყველას თავისი მამალი უნდა. ეგ მაშინ არის საჭირო, თორე მე რო 15 ცალი კალიფორნიული მყავს 5 მამალთან ისე ვამუშავებ იმას, რომ არც მინდა მაგდენი მამალი კიდე, არცაა მაგდენი მამალი საჭირო. პროსტო ვიძახი, რომ უფრო იმას გეუბნებით რა, 5 მამალიც ისე ვთქვი. 5 მამალთან მე ისე ვამუშავებ იმ 15 ცალ კალიფორნიულს, რომ საერთოდ არ აურევს სისხლებს. საჯიშეთაც მეყოლება ბაჭიები და ასევე სახორცეთაც. შემდეგ იყო ლაპარაკი, რომ თვენახევრის ბაჭიები რომ გავყიდოთ 15 ლარად. თვენახევრის ბაჭია ხა ვისაც ყავთ, რა გიჯდებათ თვენახევრის ბაჭიის გაზრდა, აბა დაიანგარიშეთ ეგეც და თქვენც მითხარით და მეც გეტყვით. თვენახევრის ბაჭია რომ გაზარდოთ საშუალოდ, 2 კვირა ხო საერთოდ არაფერს არ ჭამენ ბაჭიები, როცა ახალდაბადებულები არიან. 14 დღის განმავლობაში საერთოდ არაფერს არ ეკარებიან. ამის მერე 20 დღემდე, გადმოდიან ბუდიდან რაღაცას თუ ცოტა შეჭამენ და ისევ ჩავლენ ბუდეში. დაახლოებით 20 დღის მერე იწყებენ უკვე ინტენსიურად ბუდიდან გამოსვლას და ჭამას. 20 დღიდან თვენახევრამდე რა გადარჩა? იქაც 20 დღე. 30 დღე თქვი კიდე იქით შეინახე. ერთი თვე რო შეინახო კალიფორნიულის ერთი თვის ბაჭია. რა უნდა დაგიჯდეთ, აბა მითხარით. რამდენი დაგიჯდებათ? 100 ბაჭია ავიღოთ და გავყიდოთ 15 ლარად. ხო გამოვიდა 1500 ლარი, ამაზე გუშინაც ვლაპარაკობდი და ეხაც გუშინდელი გამოთვლებიდან ვლაპარაკობ ახლა. 1500 ლარი. 1500 ლარიდან 500 ლარი გადავდოთ, ეგრევე 500 ლარი ავიღოთ და ვიყიდოთ საკვები. მე ვიძახი ჩემ თავზე, ახლა მე რო ვიყიდოთ საკვები ამდენი ბოცვრისთვის. ახლა ვყიდულობ მაგალითად მე ნუტრიმაქსის საკვებს და ღირს 40 ლარი. 500 ლარის საკვები სადღაც გამოვიდა 320 კილო. 320 კილო გრანული 20 დედაბოცვერს, 15 დედაბოცვერს, 5 მამალს და ბაჭიებს
ბაჭიებრო თქვენ ახლა რამდენი შეინახოთ არ გეუბნებით მე რომ 2 თვე და 3 თვე ყავდეთ და ის დასაკლავ წონებზე აიყვანოთ და რაღაც 15 ლარად რო ყიდით საჯიშედ ბაჭიებს და იმას აქციას გააკეთებ თქვათ 10+1 რაღაცას გააკეთებ რა ანუ მარკეტინგია ყველაფერი მოიფიქრებ რაღაცას რომ გააკეთო ესე და უფრო მეტი აგეყიდება რა ყველანაირად გაყიდე ეგეთ ფასში იმას ბოცვერს და კალიფორნიულს ბევრი იყიდეს 300 კილო გრანული 300 კილო გრანული აი როგორ არ უნდა გეყოთ მითხარით დღეში რამდენი უნდა აჭამოთ რომ 20 ბოცვერი და 100 ცალი ბაჭია შეინახოთ ერთი თვე რო შეინახოთ 10 კილო უნდა აჭამოთ დღეში ანუ აი ყველანაირად გეყოფათ 10 კილო საკვები 20 და 20 კურდღელზე და ბაჭიებზე აი ყველანაირად გეყოფათ რა მაგრამ ეხა კიდე მეტი დავიანგარიშოთ მოდი გავყოთ ეს 1500 შუაზე და პლუს დავამატოთ კიდე 200 ლარი საკვების 200 ლარი კიდე ხო დაახლოებით 5 ტომარაა კიდე ხო ხვდებით ანუ უკვე 400 კილოზე ადის საკვები და მეტზე ადის უკვე 15 ლარად რო გავყიდოთ ჩვენ კალიფორნიულის ბაჭიები ანუ ნახევარი მაინც დაგვრჩება ხო იქიდან და მე სულ ის იყო რა ქვია ერთი ამბავი იყო კომენტარებში რომ შენ ფასაგდებ მე აღარაფერი აღარ დამრჩება და ასე შემდეგ და შენ მე რო გავყიდოთ 15 ლარად იქიდან რჩება მოგება და იქიდან დამრჩება მოგება 15 ლარიანი ბაჭიგიდან კალიფორნიულიდან და შენ რო ყიდი 30 ლარად 50 ლარად და ასე შემდეგ ეხლა წარმოიდგინე იმას რამდენი მოგება აქვს და ესეთი ხალხი გამოდის და ჩვენ არანაირი მოგება არ გვაქვს ეს ამით ვერ გამდიდრდები როცა 15 ლარად ყიდი როცა 15 ლარად ყიდი ბოცრებს შეინახავ გეყოლება ისევ შენთვის რაღაც 2 კაპიკი დაგრჩება რა ეგრეა როცა 15 ლარად გაყიდი მაგრამ შენ როცა გაყიდი 30 ლარად 40 ლარად და 50 ლარად მე საკმარისი დაგრჩება რომ შენთვისაც გეყოს რაღაცაში ანუ 15 ლარად რო ყიდი და ხო 1500 ლარის 30 ლარზე უკვე გამოდის 3000 ლარის 1000 ლარის საკვები იყიდე აი სულ რო გაწელო ფასები მაგას გეუბნებით რა 30 ლარად რო ყიდო კალიფორნიული ვისაც ეყიდება 1000 ლარის საკვები ერთ თვეში შანსი არა რომ მაგდენი რაღაც შეაჭამოთ ბოცვერს კალიფორნიულს მით უმეტეს რომ გამოწერილად აჭმევენ მით უმეტეს რომ 200 გრამი და 300 გრამი უნდა შეჭამოს დღეში და ასე შემდეგ რა ეგრე ვერ შეჭამს ბოცვერი მაგდენი ლარის საკვებს ხო და სანამ ფასებს გავბერავთ ხოლმე და დავიწყებთ რომ აუ აქიდან არაფერი არ რჩება და ასე შემდეგ რავი ყველგან ესეთი პოსტები მხვდება რა ადრეც მინოდა ესეთი რაღაცის ჩაწერა მაგრამ გუში რო შემხვდა ეხა ეგეთი პოსტი რომ ესე და ესე რაღაცები უფრო მაგიტო გადავწყვიტე რა თქვენც დაიანგარიშეთ თუ გინდათ ეხა შეიძლება ცოტა არეულად ვილაპარაკე მაგრამ თქვენც გამოთვალეთ თქვენც დაიანგარიშეთ და დაინახავთ გრჩებათ თუ არ გრჩებათ იქიდან როცა ანუ როგორც აგიხსენით ეხლა და როგორც ვილაპარაკე ეგრე თუ აწარმოებთ ვისო ეგრე მარტივი რო იყოსო მე გაყიდვა და რაღაც რა შენ რო ყიდი 50 ლარად არ არის შენთვის მარტივი და არც ვიყიდი მე იმ 50 ლარიან ბაჭიას და უმეტესობა 90% საქართველოში დღესდღეობით არ იყიდის რა მით უმეტეს ქვეყანაში შექმნილი ხა სიტუაციიდან გამომდინარე 50 ლარიან ბაჭია დამიჯერეთ ვაფშე არავის არ უნდა ისეთი სიტუაცია ქვეყანაში 50 ლარად ვიღაცისთვის საჭმელს იყიდის ვიღაც და ის ურჩევნია ვიდრე წავიდეს და ერთი თვის ბოცვერში კალიფორნიულში ან ნებისმიერ რაღაცაში გადაიხადოს 50 ლარი ხო და ეგრეა რა მეგობრებო, სანამ დაიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ აი არ იყიდება და ასე შემდეგ, მოდი თქვენ ფასებს გადახედეთ, თქვენ იმას და მე ანუ ფასებს გადახედეთ იმის მიხედვით დაიანგარიშეთ თქვენი გასავალი, რამდენს ხარჯავთ მაგალითად თვიურად, ყოველ თვე რასაც ხარჯავთ ბოცვრებთან, ის თანხა დაიანგარიშეთ, პლუს ბაჭიებს ასაცნობთ ის თანხას დაიანგარიშეთ და მაგის მიხედვით დაადეთ ფასი. აი დაინახავთ მე მაგის მიხედვით რომ ფას დაადებთ და დაიწყებ ანუ მინიმალურ მოგებაზე მუშაობას და არ დაიწყებ შენ მაქსიმალურზე ეგრევე რომ მე კალიფორნიულის და რაღაცის ბაჭია უნდა გავყიდო 100 ლარად. ეგრე ვერასდროს ვერაფერს ვერ გაყიდი და ყოველთვის დაგრჩება და ყოველთვის იწუწუნებ რომ არაფერი არ გამოდის, ეგრე არც არაფერი არ გამო. ეს უნდა დაჯდეთ, ყველამ დაიანგარიშოთ თქვენი გასავალი, რამდენს ხარჯავთ და მაგის მიხედვით აწარმოოთ ბოცრები და მაგის მიხედვით დააწესოთ თქვენი ფასი.
არავის საქმე არ არის მე 30 ლარად გავყიდი 20 ლარად 5 ლარად, იმიტომ რომ თქვა მე თუ ვყიდი 5 ლარად, მე ღირს 5 ლარად გაკიდვა, ხო? არ მაინტერესებს ხა შენ თუ გინდა 100 ლარად გაკიდე. მე დაანგარიშებული მაქვს რა თითქმის ყველაფერი რაღაცას რო ვაკეთებ ხოლმე რამდენს ხარჯავ, როგორ ხარჯავ და სად რამდენი გამდის ბოცრებთან დაკავშირებით ხარ რომ მყავს, გან არა მყავს ეხლა აქ რაც არის ზელანდიურები უბრალოდ მომწონს და მაგიტომ მყავს ზელანდიურები. სულზე პირად ვიცი ეხლა ამათთან რამდენს ხარჯავ თვეში. რამდენი ქერი მინდა, რამდენი გრანული მინდა და ასე შემდეგ. და მაგის მიხედვით ვიცი ჩემი ფასიც როგორ უნდა გავყიდო თეთრი ზელანდიური, წითელი ზელანდიური და ასე შემდეგ. თქვენც იგივეს გირჩევთ რომ დასხდეთ, დაიანგარიშოთ ყველანაირი გასავალი რაც გაქვთ და მაგის მიხედვით დააწესოთ თქვენი ფასი. შეიძლება მე დავხარჯო 100 ლარი თვეში საკვებში, ვიღაცამ დახარჯოს 1000 ლარი საკვებში. ანუ მე ახლა გეტყვით ამას ერთ და იგივე რაოდენობაზე, რა ვთქვათ, მე თუ მყავს ახლა აქ 9 ბოცვერი, 9 ბოცვერზე შეიძლება მე დავხარჯო 100 ლარის საკვები, ვიღაცამ დახარჯოს 200 ლარის საკვები. ხო და იმას ცოტა სხვანაირი იმას მეტი გასავალი აქვს რაღაც მხრივ და მეტი ფასი აქვს იმის ბაჭიას, ჩემთვის მე 800 ლარი მაქვს დახარჯული, ვთქვათ, 200 ლარი რო ავიღო და 300 ლარი რო ავიღო ბაჭიებიდან, ანუ მე ყოფილი ვიქნები იმით, რომ არ მინდა ამით რაღაც გამდიდრება და რაღაც, რა უბრალოდ ბავშვობიდან მყავდა ხოლმე ბოცრები. ბავშვობიდან მე ხან როგორი გალიები მქონდა ხოლმე, ხან როგორი თავიდან მყავდა ერთ სიტყვით და უბრალოდ მომწონდა და მე უკვე ეს Facebook-ზე რო შემხვდა რაღაც ჯგუფები და ანუ ეს ზელანდიური მომეწონა ძალიან თეთრი და მე ესენი ვიყიდე და უბრალოდ ჩემთვის მყავს. ბაჭიები ყოველთვის ახლა იმდენი მყავს ხოლმე და იმდენს რაღაცას ვყიდი, რომ საკვები მე არ მიყიდი ამათთვის, რა ჩემი თქვა ხელფასიდან და ასე შემდეგ. ყოველთვის თავისას უმაშვებიან რა, თავისთავად თვითონ ყვებავენ ერთ სიტყვით. ეს იმიტომ რომ მე ამათზე დაანგარიშებული მაქვს, სად რამდენი მჭირდება და ესე შემდეგ. თქვენც დაანგარიშეთ ეს ყველაფერი და დამიჯერეთ უფრო წინ წავა თქვენი საქმე და როცა უბრალოდ სხვაზე ხართ დამოკიდებული და სხვამ რო გითხრათ რომ აი ეს ესე ამდენი ჯდება და ასე შემდეგ, ეგრე არაფერი არ გამოგივათ. თქვენ თვითონ დაანგარიშეთ, თქვენ თვითონ გათვალეთ თქვენი ხარჯები და მაგის მიხედვით უფრო წინ წავა თქვენი ფერმები. დროებით აბა მეგობრებო, წარმატებას გისურვებთ ყველას და ნამატი და ყველაფერი საუკეთესო გქონდეთ თქვენ ფერმებში. ასევე გილოცავთ ბარბარობას, მრავალს დაესწარით ყველა. ჯანმრთელობას გისურვებთ და ბედნიერებას. დროებით